სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოძიება დაიწყო. კომისიის მიმართვის შემდეგ TBC ბანკის დამფუძნებელი და ლელოს ლიდერი საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. თუმცა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში მისვლაზეც უარი განაცხადა და სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საუბარია შპს მაგნატის წილების გადაფორმებაზე. ნავთობ კომპანიის დამფუძნებელი ჯემალ ლეონიძე ხაზარაძე ჯაფარიძეს წლების წინ მრავალმილიონიანი ქონების ჩამორთმევის საქმეში ფიგურანტება დასახელებს. გაჟღერებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს მამუკა ხაზარაძე და მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სავარაუდოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება ბადრი ჯაფარიძეც. თათია ტაბეშაძე მუშაობდა თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. თათია, უფრო კონკრეტულად საინტერესოა რა განაცხადა მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ. ხაზარაძის გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ შევიტყვეთ, რომ გამოძიებას მისგან აინტერესებდა თუ რატომ თქვა უარი მან, ისევე როგორც მისმა პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე. როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, არსებული პარლამენტის შემადგენლობა და მისი მონაწილეობით მისი წევრების მხრიდან დაკომპლექტებული საგამოძიებო კომისია არის არალეგიტიმური. მას ჰქონდა წარმოდგენილი გარკვეული სახის დოკუმენტაცია, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან დასანქცირებული მართველი პირების სია და როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, ეს არის იმის მტკიცებულება, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური. როგორც ლელოს დამფუძნებელმა მედიასთან განაცხადა, მისი გამოკითხვა კვლავ გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაში და თქვა ისიც, რომ მისთვის ქვეყნიდან გასვლა არავის აუკრძალავს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ის ჯერჯერობით გამოკითხვაზე დაბარებული არ არის. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყვნენ ორივე მათგანი, რატომ იყო დაბარებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში, როგორც TBC ბანკის დამფუძნებლები, მიზეზი არის ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის ჩვენება, რომელიც მათ ადანაშაულებს ყოფილი ხელისუფლების დროს მაშინდელ პოლიტიკურ ელიტასთან თანამშრომლობაში უკანონო საქმიანობის განხორციელების ნაწილში და ამბობს, რომ ისინი მონაწილეობდნენ უშუალოდ მისი ბიზნეს წილების იძულებით გადაფორმებაში. მე მინდა ერთი ციტატა ამონარიდი ამოვიკითხო ჯემალ ლეონიძის განცხადებიდან. TBC ბანკის წარმომადგენელმა მითხრა, რომ 29,600,000 დოლარის ქონება 11 მილიონ დოლარად აგვესახა. მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე ერთხელ თუ ორჯერ ვნახე. აი ამ ბრალდების ავტორთან დაკავშირებით კი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ არანაირი კავშირი და არანაირი ნაცნობობა არ გააჩნია. აგრეთვე ლელოს დამფუძნებელმა მედიასთან თქვა, რომ ის არასდროს სხვის საკუთრებას არ დააპატრონებია და ამბობს იმას, რომ საქმე არის პოლიტიზირებული. უშუალოდ ქართულ ოცნებაში კი, რომელიც არის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი, ამბობენ, რომ თუ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს დასამალი არაფერი ჰქონდათ, არსებობს კითხვები, რატომ არ მივიდნენ მაშინ ისინი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. დოკუმენტები ჰქონდა წამოღებული, ასევე დასანქცირებული, აი ამ მთავრობის დასანქცირებული ადამიანების სია, რომ დართულიყო ეს საქმეში, რომ ამეხსნა თუ ეს არ არის რაღაც ჩემი უბრალოდ მიზეზი, არამედ ეს არის საფუძველი თუ რატო არ ვაღიარებთ ჩვენ ამ პარლამენტს, ამ არალეგიტიმურ პარლამენტს. ამის საშუალება მოსამართლემ არ მომცა, თუმცა თელმა მსოფლიომ იცის, თელმა დემოკრატიულმა სამყარომ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები რუსული მეთოდით გააყალბა. 14 წლის მერეც ჯემალ ლეონიძეს შარშან წინის წინ და 14 წლის წინათ ჩემთან მამუკა ხაზარაძესთან არანაირი იურიდიული სამართლებრივი კონტაქტი, კავშირი, ხელშეკრულება არ ქონია. შესაბამისად, დამთავრებენ. გპასუხობთ. მომისვე მასე შეიძლება თქვენ გახსენოთ ვიღაცამ ხვალ და თქვენ რა თქმა უნდა, ჩემთან მემართებაში ამ ადამიანს, მან თვითონაც თქვა, არანაირი პრეტენზია არ შეიძლება ქონდეს, იმიტომ რომ არ ვიცნო ტელევიზიაში. თუ შენ როგორც პიროვნებას არ გაქვს არაფერი საჩოთირო და დასამალი, საუკეთესო საშუალებაა, რომ სწორედ ამ კომისიის წინაშე საჯაროდ გასცე იმ პასუხებს, რასაც კონკრეტული მომჩივანი ადამიანი შენს წინააღმდეგ საჯაროდ აცხადებს. ამიტომ ალბათ ჯობდა, რომ ის ყოფილიყო პირნათელი, მოსულიყო და ღიად გაეცა ამაზე პასუხი. მაგრამ მან ამას თავი აარი და ესე იგი აქვს რაღაცა რის გამოც მას არ სურს, რომ საჯაროდ გასცეს
კითხვებს პასუხი და ეხლა ასე ვთქვათ თავის შეცოდების პოლიტიკაზეა გადასული, რომ კიდევ თუ არა დამაპატიმრებენ. საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტარების მიერ არის დაკომპლექტებული, იძიებს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს. ეს არის ქართული ოცნების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება და მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდეგ ის სისრულეში მოიყვანეს. მადლობა თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.